ჩემი 4 წლის ეხანდელი გოგო, უმცროსი, ნაბოვარა, ლუნა, მაშინ იყო 6 თვის. ანუ 3 საათიან რეჟიმში იყო კვების. ყოველ 3 საათში უნდა ეჭამა ღამე დღეს, უნდა ეჭამა ბოთლით რძეს. აი ამ რეჟიმში დავრჩი მამა, რომელსაც დამერქვა დედმამა. ვიყავი დედმამა. წარმოიდგინეთ, წლინახევრის ბიჭი და 6 თვის გოგო. უკვე ხარიან 4 წლის და 5 წლის. აი მასაკიდან მარტო ვიყავი, ესე იგი, გარეცხე, ძალიან ბევრი საბავშვის სარეცხი, გაფინე, ძველი ჩამოხსენი გაფენილი, აჭამე ყოველ 3 საათში ერთ და ყოველ 4 საათში მეორეს. ეს დროები უსარეულია, ეს საშინელი მთელი დრო მიაქვს. და თიაჩი გამოვაცხადე რომ მეთქი მე უნდა გავიდე დეკრეტში. არ გამოვიდი, საერთოდ კაცები გადიან დეკრეტში. თუ არ გადიან კაცები დეკრეტში და აუში აქამდე არ გასულანო, მაგრამ ეხლა გადიოდი დეკრეტში და გამოშვეს დეკრეტში, იმიტომ არ დრო არ მქონდა სხვა და ესე იგი დაბანე ჩააცვი აბანავე, გახადე ჩაბანე გაწმინდე პამპერსები გამოუცვალე, გათავდა პამპერსები, ვაიმედე და მომიტანე პამპერსები, გათავდა რძე, ვაიმედე და გამოიტანე რძე. რაღაცები დაუპატარავდა იმას კი ჩუქნიან მოაქვს რა თქმა უნდა ამას ვერ დაკარგავ, მაგრამ ჩემი მთელი დრო მიექონა ამას. ფსიქოლოგიად რაღაცნაირად მოკეთ აი ავიყვანი ჩემი თავი ხელში და თან ხო იქიდან მადლიერება მოდის რა. ბავშვებისგან თვალებში გიყურებენ და ცინიან და შენ თავს არგობენ კისერში და ისე იძინებენ და ეს ერთი აგიძრება და ერთი აქედან ძინავს, მეორეს აქეთ ძინავს. აქეთ კოსმოს ძინავს, აქეთ ლუნას ძინავს და ესე გძინავს უკვე 5 წელია. ანუ უჩემოდ ძალიან ძნელია მაგათი დაზინება, ერთად გამორიცხულია, ორივეს გვიძავს, ანუ მე არ მოვალ. გოგოს რაღაცა უყვარს და იქ რაღაცებს უკეთებ თმებს და დილით მე და ჩემ გოგოს გვაქვს თმების დავასწრის მთელი ცერემონია. ესე თქმა უნდა გადავიღო. როგორ ვარცხნი და ის როგორ მეუბნება, ამაკიკინა აქ არ მიჭერს ისე როგორ საჭირო და აქეთ მიჭერს და ეს აქ და აქ გამიკეთე ის კაპი და ეს კაპი აქ გამიკეთე და ამას მოკლედ ეს თუ არ მოვთე გოგო, ისე ვერ მივდივართ ბაღში. ხო, ამის გამო მე ვიყავი ვიყავი რა იდეაში მთელი ცხოვრება და მომიწია გადაკეთება, ეს რადიკალურად და გავხდი ჭოტი. იმიტომ რომ ვიღვიძებ დილის 7 საათზე, იმიტომ რომ ამათ მე ვიყავი და ბაღში წავიყვანო. მოგეთ ეგეთი რა ცვლილება და ტრანსფორმაცია განვიცადე მე ამათ გამო. მე ამათ ვზდი, აი ჩემი რაღაც პრინციპი მაქვს, რომ რაც მე მაგათ არ მქონდა, ამათ ქონდეთ რა. რაც მქონდა, ისიც მინდა ქონდეთ. მიხდი, ეს არის და უშო თიაჩი გავიზარდე, მე ამათ დავყავდი, ეს როცა ვერ ტოვებდა და ესენი სულ ეს დავყავს. ხან ერთი ყოფილა ორივე პრემიერაზე აი გაიხსენეს ორი ბავშვი ის პატრემ ჩაიფსა, მე ამ სცენას გავსწრებ და პამპერს ჩასასვენს კი აი მომენტები ყოფილა რა უკან კულისებში. მოკლედ ეხლა მუშაობ ძალიან საინტერესო ტიპებთან, გოგოსთან, ბიჭთან, ახალგაზრდა თაობაზე ვლაპარაკობ, აი 25 არის შეიძლება რეჟისორი და ეს ტატო და თათა. მოკლედ თავის ახალგაზრდა ნასწავლები თავის იდეებით, მოკლედ რაღაცა მოიგონეს, თავისი აქვს რაღაცა, body language არ ვიცი, ცეკვა არ არის, ეს არის დრამატული ამბის, დრამატული მსახიობების მეშვეობით, დრამატული ამბის მოყოლა სხეულით და არა მიმიკებით და არა მოკლედ რაღაცა მეტაფიზიკასთან ახლოს არის კი არა და ეგ არის და მოკლედ ახალგაზრდებთან აღმოჩნდი ძალიან ისეთი ჯარს გავს. აი ჯარი სპორტსმენის, აი ბოლო ერთი კვირა შეჯიბრებამდე როგორი ინტენსივობით ვარჯიშობს, წარმოიდგინეთ, აი ეგ და მსახიობი რომ გამიქსო რა. აი ეგეთი რაღაცაში მიწევს მონაწილეობა, ყოველდღე დილის 8-ზე ვდგებით, მივდივართ რეპეტიციაზე, ვცეკვავთ. გვეკითხება რა ვჭამეთ, იმიტომ ენერგიას სწავლე კალორიები და რაღაცებს მეკითხება სილები მიიღეთ დღეს 3 კოჩქი შეჭამე, მოხარშული და ეს ტიპია რა. იმიტომ რომ აბა დილას და ციტატები მოაქვს რაღაცა იმერიდან რომ აი იმას უწერია რომ დილას ყველაზე კარგია იმპროვიზაციისთვის, იმიტომ რომ წვინი გახსნილია და რაღაცას გვეუბნებიან რომ წაგვაქეზონ და აბა ბიჭო დავახურეთ კურთხები და აი ესე იწყება დილის 8 საათი.